რაც ცნობიერება მომივიდა, ანუ რაც მახსოვს ზოგადად, იქიდან ჩემი გასართობი იყო მარტო ავტომობილები. პირველი ნაბიჯები ჩემი იყო, ბევრად ასე ვთქვათ, მარტივად ქონდა საქმე ვიდრე მეულს, იმიტომ რომ მამა ჩემიც ავტოსპორტსმენი იყო, მე დავიბადე, დაბადებიდანვე უკვე ეგ ჩაფიქრებული ქონდა, რომ მე ავტოსპორტსმენი გამოვიდოდი. ბავშვობაში აი მარტო მანქანებით თამაშობდი რა, სხვა სათამაშოს არ ვცნობდი არაფერს. პირველ რითაც ვიწყებდი, იმითი არა რომ გამეგორებინა, იმით ვიწყებდი რომ შლიდი. შიგნი რა ხდება და როგორ არის ყველაფერი მოწყობილი და ნუ ეხლა ვაკვირდები იმ დროს რასაც ვაკეთებდი რა, ხო, საკმაოდ კარგად მეცადინეობდი. რომ ვაგორებდი ამ სათამაშოებს ამ ქვიშის ჩემ ქალაქში, ხო? როგორ მოგორავდა და რატო ვერ უხოვდა იქ და რაღაცებს, იქიდან ვაკვირდებოდი. ნუ არ ვიცოდი რა და რატო რა, მაგრამ ნუ რაც შემეძლო იმ დროისთვის იმ რაღაცებს ვაანალიზებდი. 6 წლის ვიყავი, როცა დავიწყე მონაწილეობა საქართველოს ჩემპიონატში კარტინგში, სულ 5-ჯერ საქართველოს ჩემპიონატი მოგებული და მაგის მერე უკვე 16 წლის მერე შევიდნენ პირველი ავტომობილი. თავისთავად ისო მაუნჩემ მეხმარებოდა, მაგრამ ნუ ბევრ რაღაცას მე თვითონაც უკვე ვაკეთებდი და ნასწავლიც მქონდა. პირველად 9 წლის ვიყავი, როდესაც მარტო როდესაც დავჯექი საჭესთან ფიზიაშვილმა მითხრა, აბა მარტო თუ დაждებიო რა. საჭესთან მეთქი და ავждები, აბა რას ვიზამ. ნუ ეხლა მე 9 წელს რამ სიმაღლე ვიქნებოდი, ხო წარმოგიდგენია რა. ჩავძვერი ესე მაშინ მანქანაში, თავძარი, მე ამოვძვერი ეს სკამზე დავიყუდე ერთი ფეხით, მეორე ფეხით საჭის ქვემოდან ესე ვიხედებოდა. ანუ მეორე სოფლამდე მივედი და მოვედი რა. ანუ ეს იყო პირველი მარტო საჭესთან ვიჯექი. ჩვენ დუეტი შედგა თუ არ ვცდები პირველად გამოვედით რაუნდზე 2007 წელი იყო. შურმანის და პილოტის ურთიერთგაგება არის ყველაზე მთავარი. მთავარი ის გიგებდეს შენ და შენ იმას უგებდეთ. ერთმანეთზე ვარ დამოკიდებულები, ასევე მე რო დავუშვა რაღაც შეცდომა, ჩვენს სიცოცხლეს გება საფრთხის წინ რა და ასევე ვენდობი მეულს რა და მაგიტომაც უზივარ გვერდზე. ყველაზე უფრო დიდი წარმატებები საქართველოს ჩემპიონატში მაქვს, იმიტომ რომ ვთვლი რომ საქართველოს ჩემპიონატი ერთ-ერთი უძლიერესია მსოფლიოში და რასაც ეხლა ვაკეთებთ იმას, რომ აი ანუ მოვსინჯოთ საკუთარი ძალების, რამდენად მართალია ეს და სამომავლოდ შევასიოთ ქართული ავტოსპორტის მთელი ესე წარმომადგენლობა, ანუ ახალი თაობა მით უმეტეს მთელ მსოფლიოს და დავამტკიცოთ, რომ მართლა ჩვენ უფრო ძლიერები ვართ ვიდრე დანარჩენი მსოფლიოს. ამერიკაში ზოგადად ჯერ წასვლა იყო ყველაზე რთული, ანუ ხელა გზა ჩასვლა იქ გამოსვლა ზოგადად შეჯიბზე, ანუ იქაურ თემების ალაგებას დისტანციურად, თანამედროვე ტექნოლოგიები პრინციპში იძლევა ბევრ ამის საშუალებას, მაგრამ მაინც ვირტუალურია ეს ყველაფერი, ანუ ფიზიკურად არ შეეხებიან. რალი არის ავტოსპორტის ესეთი სახეობა, რომ ყოველთვის ბევრი სირთულე ხდება წინ იქ მხოლოდ შედეგის ჩვენება არ არის, ანუ თავარი არის რალიში ფინიშამდე მიღწევა, იმიტომ რომ ეგეც უკვე რთული რაღაცაა რა და ფინიში შედეგთან ერთად ეგ მით უმეტეს უფრო რთულია, რასაც ჩვენ მივახციეთ ამერიკაში. პრინციპში არავის არ ეგონა და ძალიან მალე, ანუ 3 სპეცმონაკვეთის შემდეგ სულ 17 სპეცმონაკვეთი იყო, 3 სპეცმონაკვეთის მერე უკვე 53-დან 26-ზე გადმოვინაცვლეთ. რაღაც ფაქტები ქონდა, ანუ რაღაც კურიოზები, ასე ვთქვათ, გზას რო ვიწევდი წინასწარ. ბევრი თოვლი და ყინულები იყო მთებზე და რალის წინა ორ დღეში ეგ ყინულები გაუღვა, იმიტომ რომ იყო დათბა ძალიან. იყო ძალიან დიდი მდინარე, ასე ვთქვათ, სადაც იყო წყალზე გადასასვლელი, სადაც ჩვენ ჩაგვიქრა მანქანა.
ივაშკასა ჩემო პილოტმა მეუღმელაძე, იმიტომ რომ მე ხელი ჩავიქცია და მეგონა რომ საერთოდ ვერ დავქოქავდი მანქანას და გადავედი მაყურებლებში და დავდექი და უყურებდი როგორ შემოდა. მე რა კვალანგი გაიგენა და დაცურავ და ისწავში ასე გაიგებინა და როგორც იქნება დავქოქედ მანქანა და გავაგრძელე. მეორე დღე დაიწყო იმით რომ გადავკირავდით ერთ-ერთ მონაკვეთზე. გაგვიმართლა იმაში რომ ბორბლებზე დავეცით და დავქოქეთ მანქანა და ეგრევე გავაგრძელეთ და ახლა 10 წამი დავკარგეთ და მოკლედ რო ვთქვა ამერიკელები შოკში იყვნენ რომ არ მებდებოდით საერთოდ და ბოლომდე ვიბრძოდით. ჩვენი ავტომობილი ყველაზე სუსტი იყო, მინდა ამაზე ხაზი გაუსვა. ავტომობილი არც ვიცოდით რა იყო, შეხება არ ქონია. აქედან დისტანციურად ვიყიდეთ, ჩავედით და იქ გაირკვათ რომ რა იყო და რა არ იყო რა და ანუ ბევრი რაღაცა არის შესასვლელი. ჯამში ვქენით ის რომ ვიარეთ მაქსიმალურად რა შეიძლებოდა და ანუ ის რომ ჩვენს კლასში მეორე დავაფინიშეთ, საკმაოდ დიდი შედეგი იყო ამ ფონზე. სამწუხაროდ რა ჩვენ ნახეთ ამერიკელ ხალხს ეგ მებრძოლი სული არ აქვთ რა ანუ ისინი პატარა რაღაცაზეც ნებდებიან და ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ და გამოგვივიდა კიდევაც კარგად.